თუ თქვენ ცხოვრობთ მუდმივი ფონური შფოთვით, რომ აი ახლა რაღაც მოხდება თქვენს თავს ან ახლობელთან, თუმცა ამის ობიექტური მიზეზი არ არის. თუ სულ გეშინიათ რომ უარყოფენ, თუ რეაგირებთ სხვა ადამიანების ხასიათის ოდნავ ცვლილებაზეც კი, ცდილობთ ყველაფრის კონტროლს, გაქვთ დაბალი თვითშეფასება, ძლიერი მოთხოვნილება სხვების მოწონების და აღიარების, მაგრამ ამასთანავე გაურბით კონტაქტებს. გიჭირთ ადამიანების ნდობა, გგონიათ რომ სამყარო არაუსაფრთხო ადგილია, ადამიანები არასაიმედოები არიან, მაშინ თქვენთან მაქვს ერთი შეკითხვა. იყო თუ არა თქვენს ბავშვობაში თუნდაც ერთი ემოციურად ხელმისაწვდომი ზრდასრული, რომელთანაც თავს გრძნობდით უსაფრთხოდ და დაცულად. იღებდით მუდმივ მხარდაჭერას, ყურადღებას და ზრუნვას. თუ ასეთი ზრდასრული არ ყავდათ, თქვენშიც არ განვითარდა ეს ნაწილი. ახლა კი ზრდასრულ ასაკში ამ ნაწილის გაზრდა შესაძლებელია ფსიქოთერაპიაში. უფრო დეტალურად წაიკითხეთ აღწერაში.